ჩვენ ადრე თქვით, ამ ტერმინის გამოყენებით არ მithქვია, რომ ადამიანი, ასე ვთქვათ, ღმერთისაგან დაპროგრამებულია მარადიული ბედნიერებისათვის. წინამავები ცხადი ამ სიტყვას არ იყენებენ, ისინი სხვა ტერმინით ლაპარაკობენ, აი მაგალითად, მთელი მაფისის თუ სხვა წინამავები როცა ამბობენ, მაგრამ არსი თანამედროვე ტერმინით თუ გამოხატათ ესაა, ღმერთმა შექმნა ადამიანი ისე, რომ მასში ჩადო მისწრაფება მარადიული ნეტარებისაგან. ამ მარადიული ბედნიერების და ნეტარების მიღწევა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის დახმარებით. სხვაგვარად არ. აი რომ შექმნა ადამი და ევა მოათავსა სამოთხში. ამ მისწრაფებას, რომელიც მასშია ჩადებული, ამას ადამიანი არ კარგავს. შეიძლება დაკარგოს ღმერთის წვენა. მაგრამ ბედნიერებისაგან მისწრაფებას არ კარგავს და აი ამიტომ თქვით, რომ ადამიანს აქ ეს მისწრაფება აქ მარადიული ბედნიერებისაგან, ამიტომ იწყებს ფიქრს მისი სული უკტავია თუ არა. აი პირველი ლექციის თემა და მეორე რაკი ღმერთის გარეშე არ შეუძლია ბედნიერების მიღწევა, ბუნებრივად ეძებს რელიგიას, რომელიც ჭეშმარიტია. და ამას მეორე ლექციაზე ვისაუბრებ. რატო ვსაუბრობთ ახლა ათეისტურ იდეოლოგიაზე? იმიტომ რომ ადამიანი როდესაც კარგავს ღმერთის წვენას, როგორც გითხრათ, ინარჩუნებს მისწრაფებას, მასში არის მისწრაფება მარადიული ბედნიერებისაგან, თავის გულის სიღრმეში არ ჯერა რომ ის ოდისმე მოკვდება. აი ამ დროს ქმნის ადამიანი იდეოლოგიებს. ესე იგი, იდეოლოგია იბადება მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარი ძალით ცდილობს დედამიწაზე დაამყაროს სამოთხე. ღმერთის გარეშე, ან პირდაპირ ღმერთის საწინააღმდეგოდ. ამ დროს იქნება იდეოლოგიები, ესე იგი, ადამიანური სურვილი, პოლიტიკური ძალისხმევით, პოლიტიკური ინსტიტუტებით დაამყაროს სამოთხე დედამიწაზე. ახლა ათეისტური იდეოლოგიაზე რატო ვსაუბრობთ? იმიტომ რომ ათეიზმი თავის ეტიმოლოგიურად ათეიზმი ნიშნავს უღმერთობას. უღმერთო გარემოში, აი როგორც ნესტიან ადგილზე სოკოები აღმოცენდება, ყველაზე საუკეთესო პირობა, როცა იდეოლოგიები წარმოიშვას, ეს არის ათეისტური გარემო. და ყველაზე ნათლად ვლინდება იდეოლოგიების თვისებები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სიტყვა, keywords რო იტყვიან ჩვენი ლექციებისა, ეს არის იდეოლოგია, მსოფლმხედველობა და ასე შემდეგ. ამიტომ თავიდანვე ვიწყებთ აი ამ იდეოლოგიებზე საუბარს და ათეისტური იდეოლოგიაში, როგორც გითხრათ, ყველაზე ცხადად ვლინდება მისი თვისებები. აი ავადმყოფს სწავლობენ. ასწავლიან სტუდენტებს, თქვათ, აი მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მოყავთ ისეთი ავადმყოფი, რომელშიც ამა თუ ავადმყოფის სიმპტომები ყველაზე ცხადად ვლინდება, ხო? ესე არ არის. აი ზუსტად ამ მიზნით ავირჩიეთ აი ეს ათეისტური იდეოლოგია, მასში გამომჟღავნდება ყველაზე ცხადად აი ეს დამანგრეველი და ცუდი თვისებები, რომელიც ყველა ათეისტურ იდეოლოგიას ახასიათებს. მე ჩვენ ვიყვის ათეიზმი არ ნიშნავს ურწმუნოებას. ათეიზმი ნიშნავს უღმერთობას. როცა ჩვენ არ ითვალისწინებთ ღმერთის არსებობას. ასეთი რელიგია, ათეისტურ იდეოლოგია შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოძრაობაც, რომელიც ფაქტიურად არ უარყოფს ღმერთის არსებობას, მაგრამ არ ითვალისწინებს მას, ამაზე უფრო მოგვიანებით გვიანვითყვით. სანამ დავიწყებდე ლექციას, მე მინდა ზუსტად ამაზე ვისაუბრო, განვასხვაო ერთმანეთისაგან ათეისტური იდეოლოგია, ურწმუნოება და სეკულარიზმი. ხშირად აი ამ ტერმინებს ერთმანეთის სინონიმებად მიიჩნევენ და ეს არ არის შემთხვევითი. ათეისტური იდეოლოგია საერთოდ სოციალური ფენომენია. ათეისტური იდეოლოგია შეიძლება წარმოიშვას საზოგადოებაში, სადაც უმრავლესობა მორწმუნეა, მაგალითად მე-17 საუკუნეში საფრანგული რევოლუციის წინ წარმოიშვა იდეოლოგია ათეისტური, მაშინ საზოგადოების დიდი ნაწილი იყო მორწმუნე. და ასევე რუსეთში, როდესაც გაბატონდა ათეისტური იდეოლოგია, შემდეგ რევოლუცია როცა იქნებოდა, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო მორწმუნე. ეს არის პოლიტიკური ელიტა, ასე ვთქვათ, ადამიანებისა, რომლებიც სხვას თავზე ახვევენ ურწმუნოებას და ქმნიან პროექტებს, რომ დედამიწაზე მოიტანონ ბედნიერება, როგორც ვთქვათ, კომუნისტების შემთხვევა ან მესამე ფრანგული რევოლუციის დროს. ეს სოციალური მოძრაობა, სოციალური პროექტია. მაშინ როდესაც ურწმუნოებაც არ არსებობდა. პირველი იდეოლოგია, ათეისტური იდეოლოგია რევოლუციის წინ წარმოიშვა მე-17 საუკუნეში. მაშინ როდესაც ურწმუნოება, ეს არის ინდივიდუალური ფენომენი. ადამიანი ურწმუნო შეიძლება გახდეს უამრავი სხვადასხვა მიზეზის გამო და ყოველთვის არსებობდნენ ურწმუნოები. მაგრამ ურწმუნო ადამიანი ყოველთვის არ არის ღმერთის მოწინააღმდეგე, როგორც ათეისტი. ათეისტი უღმერთობას, ღმერთის დაპირისპირებას ნიშნავს. აი მობილიზებას ძალებისას პოლიტიკური და იდეოლოგიური და ასე შემდეგ. მაშინ როდესაც ურწმუნო ადამიანი შეიძლება განიცდდეს კიდეს თავის ურწმუნებას და ტკივნეულად ძალიან. ამის მაგალითები უამრავია.
აი თუ არ განიცდის, ყოველ შემთხვევაში არ ემტერებოდეს წვენას და ეკლესიას. აი წარმოიდგინეთ ქართველი ისტორიკოსი, თქვათ, აი კომუნისტების დროს გაიზარდა და ისტორია სწავლობს საქართველოს და ხედავს, რომ თვითონ უწმუნოა, მაგრამ ხედავს მართლმადიდებელ ეკლესიამ რამხელა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. კულტურული იქნება ეს, პოლიტიკური თუ ასე შემდეგ. კულტურტრეგერი იყო, ხო, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი მსოფლმხედველობა, ჩვენი წინაპრები, ჩვენი კულტურა ეს მოდის ქრისტიანული წვენისაგან. და გრძნობს აფასებდეს მას. ასე დასავლეთში უამრავი ადამიანია, რომელიც არ არის მორწმუნე, მაგრამ ხედავს, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ თავისი მისიონერული მოღვაწეობით უზარმაზარი როლი შეასრულა ცივილიზაციური თვალსაზრისით, აფრიკაში შეიტანა ცივილიზაცია, აზიაში და ასე შემდეგ. ადამიანი ურწმუნოა, მაგრამ ისტორიულად აფასებს ეკლესიის და რწმენის როლს. ესეთი ხალხიც არის, მაგრამ შეიძლება იყოს ესეთი ხალხი, რომელიც ტკინეულად განიცდიდეს, რომ ღმერთი არ წავს. აი წარმოგიდგენთ ადამიანი, რომელიც გაიზარდა ინტელექტუალურ გარემოში, სადაც ითვლება, რომ რწმენა ჩამორჩენილობის ნიშანი. იყო ესეთი მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში და ძალიან ბევრი ინტელექტუალი გაიზარდა ასეთ გარემოში, იყო მორწმუნე, გახდა ურწმუნო და მერე განიცდიდა ამას. აი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი ამის, აი კამიუ, ძალიან დიდი მწერალი, ხო, და ფილოსოფოსი ფრანგი, რომელიც იყო ურწმუნო და თქვა, რომ ურწმუნო ადამიანის ცხოვრება უაზრობაა. და შენ მთელი ცხოვრება თილობ წარმატებას მიაღწიო, დამკვიდრდი ამ სოფელში, მაგრამ გრიბი და გარდაიცვლები. და ამასო, ამ უაზრობასო უნდა შეხვდე ვაშკაცურად ეს რაღაცა. თავის ურწმუნებას ახალგაზრდობაში განიცდიდა ძალიან დოსტოევსკი, აი ნიცშეც კი, რომელიც ემტერებოდა ქრისტიანობას, ისიც ამბობდა, რომ ურწმუნება ძალიან მძიმე ტვირთია. აი ჩვენ, როცა ნიცშეს ცნობილის სიტყვა, რომ ჩვენ მოვკალით ღმერთი, ამას სიხარულით კი არ ლაპარაკობდა. ამას ლაპარაკობდა დანანებით, რომ ჩვენ დავკარგეთ ის ფასეულობები, რომელსაც ადრე ადამიანები ცხოვრობდნენ, ახლა ნიჰილიზმის ეპოქაა და ნიჰილიზმის ადამიანებს არაფერი აღარ წონთ. ტოლსტოი ამბობს თავის ანა კარენინის ავტობიოგრაფიული რომანია, რომ თავის ლევინზე ალაპარაკებს, რომ ეშინოდა სადღაც რომ მიდიოდა თოკი წაეღო ან იარაღი, რომ თავი არ მოეკეთო, ფიქრობს ეს ადამიანი, რომ თუ დაუკვირდები ღრმად, დაინახავ, რომ ჩვენი ცხოვრება საშინელი უაზრობაა. თუ ღმერთი არ არსებობს. ძალიან მძიმე ტვირთია. მე იმას კი არ ვლაპარაკობ, რომ ყველა ურწმუნო ადამიანი ასე განიცდის, მაგრამ ჭკვიანი ადამიანები განიცდიან, განსაკუთრებით მწერლები და ფილოსოფოსები განიცდიან ათეიზმს როგორც ტვირთს. აი წარმოგიდგეთ ეს რაღაც. ჯერ ძალიან უგუნურებაა ათეიზმი. აი, თქვენ წარმოგიდგეთ ეს სიტუაცია, ადამიანი ძალიან ცუდად ავათა და მოვიდა ერთი ექიმი, სადაც გითხარით და ერთი ეუბნება, რომ მე შენ განკურნავ, არსებობს საშუალება თუ დამიჯერე, რომ განიკურნო. მეორე ეუბნება, რომ შანსი არ არსებობს, რომ შენ განიკურნო, მალე გარდაიცვლები. რომელს დაუჯერებს ადამიანი? რა თქმა უნდა დაუჯერებს იმას, რომელიც იმედს აძლევს, ხო, ბუნებრივია. აი ზუსტად ეს არის რელიგია. რელიგია გეუბნება, რომ გარდაცვალების შემდეგ იწყება ნამდვილი ცხოვრება და ეს ურწმუნოება, რომ ყველაფერი თავდება გარდაცვალების შემდეგ. ძალიან არაბუნებრივია, რომ ადამიანმა აირჩიოს რაციონალურად ურწმუნება, უიმედობაა. აი ჯოჯოხეთს და ურწმუნებას აერთიანებს ის, რომ ორივე უიმედობაა, იმედის წარქმევაა, რომ შენ ექნება მარადიული ცხოვრება და ძალიან მძიმე ტვირთია. იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრებაში ძალიან ხშირად ხვდებით უსამართლობას. რითი განსხვავდება ურწმუნო და მორწმუნე ადამიანი და როცა ხედავს აი რაღაც გაჭირების წინ, ორივე საკნაირად ტკივა. მაგრამ მორწმუნე ადამიანმა იცის, რომ არაფერი არ ხდება ღმერთის გარეშე. არის ღმერთის ნება, რომელსაც მოაქვს და უნდა ყველასათვის სიკეთე მაქსიმალური და არის ღმერთის დაშვება. ესე ღმერთის ნება მოდის ღმერთისაგან, რომ ყველა სიკეთე მოუტანოს, მაგრამ ზოგიერთ სიტუაციაში ღმერთი დაშვებას აკეთებს, ანუ აძლევს ადამიანურ ნებას მოქმედებას. აი უშვებს რაღაც სიტუაციაში, რომ ადამიანური ბოროტება გასახანს აძლევს. მაგრამ მამები ამბობენ, ამას აკეთებს ისე ღმერთი, რომ ყველა შესაძლო ბოროტებისაგან უმცირესი ბოროტება მოდის. ესე ისი თქმა მინდა. ჩვენ ბედნიერი ვართ თუ უბედური ვართ, გვიხარია თუ პრობლემებს ხვდებით, ყველაფერი ღმერთის კონტროლის ქვეშაა. აი ადამიანი რომ მოდის რაღაცას გულსკენს, უნდა იცოდე, რომ ეს ყველაფერი ადამიანები ფიგურანტები არის, ეს ღმერთის და ღმერთი ჭკუას გასწავლის რაღაც. თუ კარგად ცხოვრობს, გაძლევს ნეტარებას, თუ კი ბოროტი ხარ, მაშინ ჭკუას გასწავლის. აი თქვენ პატარა ბავშვილი რო ხავთ და ცეცხლს ეთამაშება ან რაღაც ცუდს აკეთებ, აფრთხილებ, ხო? ერთხელ ეტყვი, ორჯერ ეტყვი, რომ ეს არ გააკეთო, საშიშია. და თუ არ დაგიჯერებს, მე შეიძლება ცოტა გასაჯო, ხომ? რატო? თუ შეთვის კარგი უნდა. აი ღმერთიც ესე იქცევა. ადამიანი, რომელსაც ღმერთი წამს, იცის, რომ მისი ცხოვრება დამოკიდებული სხვა ადამიანების განწყობას და კაპრიზებზე კი არა, რომ ღმერთზეა.
ურწმუნო ადამიანი აი ამ გაგებას არის მოკლებული. აი წარმოიდგინეთ, ამას ძალიან ხშირად ლაპარაკობთ და ძალიან ისეთი მაგალითია, სტიგმატიზაციას ახდენს. აი წარმოიდგინეთ, ადამიანი ამერიკაში რეალურად იყო ესეთი დაიჭირეს და 37 დაიჭირეს სხვა ჩაიდინა მკვლელობა და 37 წელი იჯდა ციხეში უდანაშაულო და მერე გაანთავისუფლეს რეალური ამბავი. წარმოიდგინეთ, აი ამ კაცის ყოველდღიურად როცა იღვიძებს. იცის რომ ვიღაცამ ჩაიდინა საშინელი დანაშაული და ეს უდანაშაულო კაცი ისჯება ვიღაცის გამო. როგორი ასატანია ეს? ძალიან ძნელი. მაგრამ მორწმუნესთვის ესე არა, იმიტომ მორწმუნე მიწის შემთხვევითი კი არაა, არამედ ღმერთის დაშვებითაა. იცით რას ამბობს, იცით? მორწმუნე ადამიანისთვის იწიერ ბედნიერებასაც და ტკივილსაც რაღაც საზრისი გააჩნია, რაღაც დანიშნულება აქვს. აი დასჯა ქართულადაც და სხვა ენებშიც არის განშასთან ახლოს. აი შენ რო ტკივილები მოგდის, ეს მოგდის პედაგოგიური თვალსაზრისით ყველაფერს ღმერთი უყურებს. ეს ტკივილს ფიზიკურ აღქმას, ტკივილის და უბედურებისას არ ამსუბუქებს, მაგრამ აბსოლუტებს მენტალური თვალსაზრისით, რომ რაც შემს თავზე ხდება, რაღაცით მე დამსახურებული მაქვს, დამსახურებული ან რაღაცას ემსახურება. აზრი აქვს ადამიანის უბედურებას, მაშინ როცა ამას მოკლებულია ურწმუნო ადამიანი. ეს ძალიან ძნელია. ძალიან ძიმე ტვირთია, როგორც გითხარით, ურწმუნოება. ათეისტი ეს არის ადამიანი, რომელიც შეგნებულად ემტერება ღმერთს, მაგრამ არ უარყოფს მის. შეიძლება არ უარყოფდეს მის არსებობასაც, ამის მაგალითებს მე არ დაუბრუნდები ამას. ძალიან ხშირად ათეისტები აიგივებენ ათეისტსა და ურწმუნოებას. რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ რომ თვლიან რომ აი ურწმუნება რაღაც ასე ვთქვათ, ჭყალებში ბუნებრივი ფენომენია და ყოველთვის და ყველგან ხდება ადამიანები, რომლებიც არიან ურწმუნო. და აქედან გამომდინარე, აი ათეიზმიც არის ბუნებრივი ფენომენი. ეს ასე არაა. ურწმუნოება მართლაც ხდება თავისთავად, მაგრამ ათეიზმი ყოველთვის წინასწარ დაგეგმილია. პოლიტიკური აჯენდა აქვს და ასევე აიგივებენ ხშირად სეკულარისტსა და ათეისტს. რატომ აკეთებენ ამას? აი ამბობენ რომ ათეიზმმა მოიტანა ის რომ საზოგადოება გაანთავისუფლა რელიგიისა და კლერიკალიზმის ბატონობისაგან. და ავიღოთ ირანი. ირანში რა ხდება? რელიგიური ინსტიტუტები აკონტროლებს ადამიანების ცხოვრებას. მოკლეკებას ვერ ჩაეცათ ქალებმა აუცილებლად დაფარული სახით და თავით უნდა იარონ და ასე შემდეგ. ის რაც ანთავისუფლებს ადამიანებს აი ასეთი რელიგიური შეზღუდვებისაგან, ეს არის ათეისტური იდეოლოგია. ესეც არ ამცდარია. სეკულარიზმი კარგი გაგებით ქრისტიანობა მოიტანა. რას ნიშნავს კარგი გაგებით სეკულარიზმი? სეკულარიზმი კარგი გაგებით ეს ნიშნავს, რომ ეკლესია და სახელმწიფო არის ინსტიტუციონალურად გათიშული. ერთმანეთის საქმეში არ ერევიან და ერთმანეთს ხელს არ უშლიან. რას ნიშნავს კარგი სეკულარიზმი? აი სახელმწიფო ვერ ერევა ეკლესიის დოგმატურ ცხოვრებაში, საკრამენტალურ ცხოვრებაში არ კარნახობს ეკლესიას, რომ აი ესეთი წამდეს, შენი წივალოცვა ესეთი უნდა იყოს და პირიქით ეკლესიის სასულიერო პირები არ ერევიან სახელმწიფოს ფუნქციონირებაში, მთავრობა იქნება, პარლამენტი იქნება, უხეშად ასე შემდეგ. ეს ვინ მოითხოვა პირველად? ქრისტიანმა მოიტანა, იმიტომ ესეთი ფრაზა არ არსებობდა ადრეც ქრისტემ მოიტანა, რომ მიეცით კეისრისა, კეისარს და ღვთისაღმერთს. აი როცა ეს პავლე მოციქული ამბობს, ითხოვს, რომ მე მინდა გამასამართლოს კეისარმა სასამართლოდ. კეისრის სასამართლოს დავექვემდებარო, ეს სეკულარული აქტია. აპარაკობს, რომ აი უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან სახელმწიფო და რელიგიური სასამართლო. რატომაა ეს? იმიტომ რომ ეს ეკლესიის ინტერესებში შედის, ამიტომ ითხოვდა ამას ქრისტიანობა. რატომ? იმიტომ ქრისტიანობაში წერა ეს სოფელიოს ცოდვაში დევსო. და პოლიტიკა და სახელმწიფო არეგულირებს ჩვენს ცოდვილ ცხოვრებას. აი ჩვენ ადამიანები როგორ ვართ ამ ცოდვილ სოფელში ვცხოვრობ და ჩვენი მიდრეკილებები ცოდვილიანია, მიწიერი სურვილები გვაქვს. იმისათვის რომ ეს ცხოვრება არ გადაიქცეს ჯოჯოხეთად სახელმწიფო არეგულირებს ამას კანონმდებლობით. მაგრამ სახელმწიფოს ეს მომწესრიგებელი ფუნქცია აქვს კეისარს. და ეკლესიის ფუნქცია რა არის? ადამიანის შინაგანი განწმენდა. პოლიტიკა არასოდეს არ არის სუფთა, იმიტომ კი არა რომ პოლიტიკოსები ცუდი არის. არა, იმიტომ რომ დაცის ცოდვაში მყოფ სოფლის საქმეებს არეგულირებს. ვინ ზარალდება, როდესაც ცოდვილი და გასრული და სუფთა დადგება გვერდიგვერდზე? ის რაც წმინდაა. როდესაც აღრეულია ერთმანეთში პოლიტიკა და საეკლესიო საქმეები, ზარალდება უპირველეს ყოვლისა ეკლესია. ამიტომ ითხოვდა ქრისტიანობა სეკულარის ინსტიტუციონალურს. არა მსოფლმხედრობის, ამაზე მე ჩვენც არ გვექნება კიდე საუბარი. არამედ გაყოფას ეკლესიისა და სახელმწიფოს. ეს მოიტანა არა ათეისტურმა იდეოლოგიამ, არამედ მოიტანა ქრისტიანობა. კარგი სეკულარიზმი. ამიტომ
არ უნდა დაუჯეროთ აი ამ ათეისტებს, რომელიც ლაპარაკობენ, რომ აი ეს ურწმუნოება და სეკულარიზმი არის სინონიმები ათეიზმისა. ათეიზმის სულ სხვა ფენომენი. აი ახლა მინდა გესაუბროთ, რას ნიშნავს, აი ზუსტად ჩაუღრმავდეთ ამ საკითხს, რა არის ათეისტური იდეოლოგიის არსი. რაში მდგომარეობს მისი სიმძიმე, აი მისი ამპლიტუდა, ასე ვთქვათ, ბოროტების. ჩვენ აი რა ვთქვით, რა არის ათეისტური იდეოლოგიის არსი, რა არის, რომ მისი მთავარი მიზანი, რომ დაამყაროს დედამიწაზე ბედნიერება, სიკეთე ღმერთის გარეშე, ან ღმერთის საწინააღმდეგო. ეს როგორი ცოდვაა? აი მე სიკეთე გავაკეთო ღმერთის გარეშე, საწარმოიშვა ესეთი ცოდვა. აქ იყო კითხვა დასვა, როგორ წარმოიშვა ბოროტება. ეს ძალიან რთული პრობლემაა. აი ნეტარი აგუსტინე სვამს ესეთ კითხვას. აი დავფიქრეთ, რომ რატომ წარმოიშვა სამყაროში ბოროტება? ჩვენ ვიცით, პირველად დაეცა ანგელოზი, ხო? ანგელოზი დაეცა, გახდა დემონი და მერე აი დემონის ან ბოროტი ძალის გავლენით დაეცა ადამიანს. ადამიანმა რატო არჩია ბოროტის გზა? ეს გასაგებია. რატომ არის გასაგები? იმიტომ რომ ადამიანს ცუდი რჩევა მისცა დაცემულმა ანგელოზმა, ხო? აი გველის სახით გამოეცხადა და უთხრა, რომ აი ღმერთს კი არ დაუჯერო, მე დამიჯერე და ასე გაჩნდა ბოროტება ადამიანში. მაგრამ ნეტარი აგუსტინე ლაპარაკობს, ანგელოზებში საიდან გაჩნდა ბოროტება? აი წარმოგიდგენთ, ღმერთმა შექმნა სამყარო და ანგელოზები, შექმნა კეთილი ბუნებით. კეთილი ბუნება რას ნიშნავსო? მიდრეკილება აქვს ანგელოს თავისი კეთილი ბუნებისა და სიკეთისადმი. ეს არის კეთილი ბუნება. და სამყაროში არ არსებობდა ბოროტება, ხო? არსებობს სიკეთე, არსებობს მხოლოდ სიკეთე, რაც შექმნა ღმერთმა და არსებობს კეთილი ანგელოზი. ბოროტება არის, მაშინ როგორ წარმოიშვა ბოროტება? ბოროტებისკენ ხო არ მიიქცეოდა ნება, ანგელოსა აქვს ნება და მიმართულია სიკეთისკენ, წარმოიშვა ამ დროს ბოროტება. ნეტარი აგუსტინე ლაპარაკობს. რა შეიძლება ყოფილიყო აქ მიზეზი დაცემისა ანგელოზის და ბოროტების გაჩენის? რატი ბოროტება არ არსებობს და ბოროტებისკენ მიიქცეული ნებაც არ არსებობს. ერთადერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო რა? კეთილი ბუნების მქონე ანგელოზის მიდრეკილება სიკეთისადმი, ოღონდ როგორი ღმერთის გარეშე. როდესაც ანგელოზმა მოინდომა გაეკეთებინა სიკეთე ღმერთის გარეშე, წარმოიშვა ბოროტება. ეს არის ბოროტების არსი. როდესაც ჩვენ ვცდილობთ ვაკეთოთ სიკეთე ღმერთის გარეშე, აი მაშინ ჩავდივართ სატანისტურ ცოდვას. ეს არის მთელი ანატომია და სიღრმე ბოროტების. აი გიორგი ლაპარაკობდა სამოთხეში როგორ დაეცა ადამიანი, როგორ დაცა ეშმაკმა, რა შეთავაზა? ბოროტის შეთავაზა არა, სიკეთე შეთავაზა ღმერთის გარეშე. ღმერთს უნდა მიეცა ადამიანისათვის სრულყოფილება, დამსგავსებოდა ღმერთს და ცოდნა სიკეთის და ბოროტების გარჩევისა, მაგრამ სატანამ უთხრა გააკეთებ ამას ღმერთის გარეშე და ეს არის, ესე ნახეთ, ბოროტება სატანისტური სიღრმე ბოროტებისა იბადება მაშინ, როდესაც ადამიანი ან საზოგადოება ცდილობს აკეთოს სიკეთე ღმერთის გარეშე. რა მოიტანა ანგელოზის და ადამს და ევას დაცემას, აი არჩევას, აი ბოროტებისას? მოყვა ჯოჯოხეთი, ხო? ეს ზუსტად იგივე საზოგადოება, რომელიც ცდილობს აი ათეისტური იდეოლოგიის საშუალებით მოიტანოს სამოთხე დედამიწაში რას დაამყარებს? ჯოჯოხეთს. აი ჩვენ ხედავთ, მოვიდა კომუნისტები, მოვიდა ბოლშევიკები კომუნიზმის, არის მიწიერი სამოთხის დასამყარებლად და რა დაამყარეს? ჯოჯოხეთი. გულაგები, ხომ? საშინელი ტერორის სისხლის და საშინელი ტანჯვა. ასევე ჰიტლერი ისთვის მოვიდა. ჰიტლერი სოციალისტი იყო, ნაციონალ-სოციალისტი და ის ინსპირდებოდა ყველას კეთილდღეობას, ათასწლოვან რეიქს და ბედნიერებას გერმანელი ხალხის და რა მოიტანა საშინელი ნგრევა, საკონცენტრაციო ბანაკები და ჯოჯოხეთი დაამყარა. რატომ? იმიტომ რომ იგივე ლოგიკაა. თუ ანგელოზურ ბოროტებას და სამოთხისეულ ბოროტებას მოყვა ჯოჯოხეთი, მიწაზეც იგივე მოტივები და იგივე ბოროტების არჩევას მოყვება ჯოჯოხეთი. რატომ ხდება ასე? რატომ ამყარებენ ესეთი პროექტები, რატომ ამყარებენ აუცილებლად ჯოჯოხეთს დედამიწაზე? ამაზე ძალიან ბევრი დიდი მოაზროვნე ფიქრობდა და რამოდენიმე ეს ახლა მოვიყვანთ. ერთ-ერთი ასეთი იყო დოსტოევსკი, არის ყველაზე ერთ-ერთი ღრმა დიდი მწერალი, რომელიც ამაზე ფიქრობდა ამ საკითხზე, იმიტომ რომ აი დოსტოევსკის ეძახიან წინასწარმეტყველს რევოლუციისას. ეს კაცი წინასწარმეტყველი არ იყო პირდაპირ გაგებით, მაგრამ ისე კარგად იცნობდა ადამიანის გულს, ადამიანის ბუნებას, რომ მიხვდა, რას მოიტანდა ის რევოლუციური მოძრაობა, რომელიც რუსეთში იწყებოდა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. აი დოსტოევსკის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ტექსტები ალბათ, რომელიც დაწერილია დოსტოევსკის შესახებ, ეკუთვნის ასევე ძალიან გამოჩენილ რუს ფილოსოფოს ნიკოლოზ ბერდიაევს. და აქვს სპეციალურად შრომა აქვს დაწერილი დოსტოევსკის სოხედოლობის შესახებ.
და საინტერესო რა არის. ამ ბერდიაევს კონფლიქტშიც კი იყო ერთი პერიოდი მართლმადიდებელი ეკლესიასთან, მაგრამ ადრე სანამ დასავლეთში წავიდა, მანამდე დადიოდა, იყო ესეთი მღვდელი, აი წინასწარმეტყველური გამორჩეული პეტერბურგში ცხოვრობდა ის ხო, ალექსანდრე მეჩევი მღვდელი და მასთან დადიოდა ძალიან ბევრი რუსი ინტელექტუალი, ძალიან სწორული კაცი იყო და ძალიან გამორჩეული ბევრი რაღაცით ეს მღვდელი და მასთან დადიოდა ბერდიაევის და ალექსანდრე მეჩევმა უთხრა წინასწარ სანამ რევოლუცია მოხდებოდა, რომ აი რუსეთში მოხდება ესეთი რევოლუცია და შენ წადი დასავლეთში და ელაპარაკე იქ ხალხის ჭეშმარიტებას. და ეხლა რომ კითხულობ ამას რო წაიკითხავ, გაგიკვირდა, რომ ბერდიაევი არ იყო ესეთი კაცი, რომ მართლმადიდებელი ჭეშმარიტებაზე ელაპარაკე. თუ კარგად აიცოდა მართლმადიდებლობა ამახინჯებდა რაღაცას. თუმცა ძალიან დიდი ფილოსოფოსია და უნიჭიერესი კაცია. რას ლაპარაკობდა, რას გულისხმობდა მეჩევი, რომ ასე წინასწარმეტყველად უთხრა რომ შენ ეს მოგიწევს. რო ჩავიდა ბერდიაევი დასავლეთში, რო წერდა წიგნებს, ძალიან პოპულარული იყო ერთი პერიოდი ნობელის პრემიის მიცემასაც კი აპირებდნენ. მაგრამ ეს საბჭოთა მთავრობამ შეუშალა ხელი. ეხლა აღარა ბერდიაევი ასე პოპულარული, იმიტომ რომ ადამიანები აღარ არიან სენსიტიური იმ პრობლემების მიმართ, რაზეც ბერდიაევი ლაპარაკობდა. ბერდიაევი ელაპარაკობდა დასავლეთს, რომ კომუნიზმი ეს არ არის პოლიტიკური ფენომენი მხოლოდ. კომუნიზმი ეს არის რელიგიური ფენომენი, ეს არის რელიგიური ნისწრაფ ღმერთისაკენ ადამიანის ჩადებული ღმერთის მიერ ჩადებული ნისწრაფ ბედნიერებისაკენ რელიგიური განცდის დამახინჯებული გამოვლინება. როდესაც ადამიანები უარყოფენ ღმერთს, მაშინ ქმნიან აი ფსევდორელიგიას, უღმერთო რელიგიას დედამიწაზე დაამყარონ სამოთხე. და ესო როგორც ადამიანში ამოუძირკვავია მიდრეკილება ბედნიერებისაკენ, ასევე ამოუძირკვავია მისი უნარის შექმნას დედამიწაზე ჯოჯოხეთი, როდესაც ღმერთი აღარ წავს და ელაპარაკებდა დასავლეთში. თუ თქვენ დაკარგავთ ღმერთის წმენას, როგორც ეს რუსეთში მოხდა, აუცილებლად მოვა ის განსასწრელი, რაც რუსეთში მოხდა, აი კომუნისტების და აგიხდეთ ისე ყველაფერი კარგი, როგორც დასავლეთში მოხდა. უბრალოდ სხვა მოვიდა ასევე სოციალისტები, როგორც სხვა ჯოჯოხეთი, ის იყო ჰიტლერი. ჰიტლერი როგორც გითხარით, ნაციონალ სოციალისტია. ისიც სოციალისტი იყო, როგორც ბოლშევიკები, ოღონდ ნაციონალისტი, იმისაგან განსხვავებით და იმათაც დაამყარეს ჯოჯოხეთი. ეს ადამიანში ჩადებული რელიგიური გზნობის გამოხატულება ამიტომაა, რომ ეს უღმერთო რელიგიაა. დამახინჯებული გამოვლინება ადამიანების რელიგიური გზნობისა. ამიტომაა ასე. და დაუბრუნდეთ, რას ლაპარაკობდა დოსტოევსკი, რატომ მოაქვს ამას უბედურება. აი მისი სამი რომანი განვიხილოთ. პირველი ეს არის დანაშაული და სასჯელი. დანაშაული და სასჯელში ლაპარაკობს რასკოლნიკოვს. აქ უნდა აჩვენოს როგორი ადამიანები ხდებიან რევოლუციონერები. დამანგრეველი ძალა რომ აქვს რევოლუციას ძალა. ეს რაღაცა არის ეს რასკოლნიკოვი ძალიან ნიჭიერი კაცია. სტუდენტია. ადამიანურთა ძალიან კარგი კაცი და ძალიან უყვარს თავისი და თავისი დედა. ძალიან კულტურულ ოჯახშია გაზრდილი და ცხოვრობს პეტერბურგში და მაშინ ძალიან ღარიბია და უჭირს სტუდენტს. და ურწმუნოა და როგორც ურწმუნო ადამიანებს ემართება თხოლმე ნამდვილი რელიგიის მაგივრად წამს ახალი რელიგია. რა რელიგია იქნება ეს? პროგრესის. ურწმუნო ადამიანების რელიგია ეს არის პროგრესი. რწმენა, რომ რაც რო გადის, ადამიანებს შეუძლია სიკეთისაკენ წარმართოს ჩვენი ცხოვრება. ახალ-ახალი გამოგონებელი, ტექნოლოგიები, ჭკვიანური სოციალური პროექტები, პოლიტიკა და ჩვენ დედამიწაზე მოვიტანთ ბედნიერებას. პროგრესის რწმენა. აი ასე ცხოვრობს ეს ახალგაზრდა კაცი და ერთხელ აი კაბაკში შევა რუსულ პატარა დუქანში და იქ გაიგონებს ორი ოფიცერი ლაპარაკობს ერთ-ერთ მევახშე მოხუც ქალზე და ამბობენ რომ აი ეს მოხუცი ქალი როაო ეს მევახშეო. წავს სისხლს სტუდენტებს, სხვა ადამიანებს დიდი სესხს იღებს და დიდი პროცენტები და უმწარებს ადამიანებს სიცოცხლის. რაც სიცოცხლის ღირსია ეს მოხუცი ქალი, რომ კარგი არ იქნება ერთი ოფიცერი ეუბნება, რომ მოკლა ახლა ეს ქალი წავართვა ეს ფული და უამრავ სიკეთეს მოვიტანა, მეც გავიხარებ და სხვასაც მივცეთ დავეხმარებ და ეს ჩაუждდება რასკოლნიკოს თავში. ოღონდ ამას როგორ აკეთებს განათლებული და ფილოსოფიური გონება აქვს, იწყებს ესეთ რაღაცას ამას. თუ კი ღმერთი არ არსებობს, მაშინ ეს მორალური წესები არ არკლა, არ იპარო, სხვა ესო ადამიანების გამო კონვენციონალური, ანუ ადამიანების გამოგონებულია რომ ადამიანებმა ძლიერ არ დაჩაგროს სუსტი, ამ სუსტებმა გამოიგონეს ეს მორალური წესები. ადამიანების შექმნილია, თუ კი ადამიანის შექმნილია, ადამიანებს შეუძლია მისი დარღვევა. ვინ არის ის ადამიანი, რომელსაც უფლება აქვს აი ეს საყოველთაოდ აღიარებული მორალური წესები დაარღვას? ესენია ძალიან ძლიერი ადამიანები, აი როგორც ნაპოლეონია ვამბობს. ნაპოლეონმა მოიტანა უზარმაზარი პროგრესი. ხომ სადაც შედიოდა თავისი ჯარით, იქ
სპობდა იმ ფეოდალურ წყობას და ამყარებდა ბურჟუაზიულს, ხომ და ეხლა ჩვენთანაც კოდექსი, ნაპოლეონის კოდექსი უდევს საფუძვლად ყველა ჩვენ სამართალს, ხო, ყველგან. უფლებებს. აი ეს ყველაფერი ნაპოლეონმა მაგრამ როგორ გააკეთა ნაპოლეონმა გრევით და პროგრესი რომ მოდის, პროგრესი ახალი და დაანგრიოს ძველი. აი ნახე დაიბადა რასკოლნიკოვი რას ლაპარაკობს, საზოგადოებრივი სიკეთისათვის გამოჩენილ ადამიანებს აქვს უფლება დაანგრიოს ყველაფერი ძველი. აი მორალური წესები, ძველი გაგება სიკეთისა და ასე შემდეგ. ეს რევოლუციონერები და დოსტოევსკი ლაპარაკობს ასეთი კაცისგან, რომელიც ძალიან ინტელიგენტია, კულტურულია, კარგია, ადამიანებთან ურთიერთობაში ცუდი არაა ეს რასკოლნიკოვი, პირიქით, მეგობრები ყავს და ყველა. მაგრამ ურწმუნოებამ დაბადა მასში ეს დამანგრეველი ძალა, იმისათვის რომ მოუტანო კაცობრიობას სიკეთე, ყველაფერი ძველი უნდა დაანგრიოს. და კლავს რას გააკეთებს? კლავს აი ამ მოხუც ქალს და მის დასაც. და შემდეგ დაეწყება სინდისის ქეჯნა, რატომ მოვკალიო და ამას განიცდის. ის კი არა რომ კაცი მოკლა. არამედ განიცდის იმას, რომ მე ნაპოლეონივი ძლიერი არ ყოფილვარ, იმიტომ ნაპოლეონი ისე მოკლავდა თავისი ომების დროს უამრავი ადამიანი, უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ამას არ დარდობდა, ხო? იმიტომ რომ სხვა მასალისგან იყო გაკეთებული და მე სუსტი არ მოვშდი. ნახეთ ასე დოსტოევსკი ამბობს, რომ უღმერთო გარემო, ურწმუნება და ათეისტური გარემო ჩვეულებრივ ადამიანს გადააქცევს მონსტრად, რომელიც ყველაფერს ანგრევს. რატომაა რომ ეს რევოლუციონერები ყველაფერს ანგრევენ? აი საფრანგეთის რევოლუცია მოხდა. არათუ ეკლესიები დაანგრიეს, სოციალური წყობა და კვირასაც გადაარქვეს სახელები. თერმიდორები შემოიტანეს, კვირის სახელები შეცვალეს, თვის სახელები შეცვალეს. რატომ და საშათ ემტერებოდნენ რელიგიას? რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ რომ თუ შენ გინდა ახალი ადამიანი შექმნა, თუ გინდა ახალი სოციალური წყობა მოიტანო, უნდა ძველი დაანგრიო. უნდა დაანგრიო ის ფასეულობების სისტემა, რომელსაც ადამიანები ადრე ეყრდნობოდნენ და ეს არის დაანგრიო რელიგია და ძველი სოციალური ინსტიტუტები. დამანგრეველი ძალა აქვს. ასე დოსტოევსკის ცნობილი ფორმულა, თუ კი ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი დასაშვებია. ყველაფერს მოუძებნი გამართლებას. ეს პირველი. მეორე აქვს აი ძმებ კარამაზოვებში ეგრეთ წოდებული დიდი ინკვიზიტორის ლეგენდა. რას ლაპარაკობს ამაში? ესეც ძალიან საინტერესო. ასეთ რაღაცას ყვება, რომ ესპანეთში ჩამოვიდა იესო ქრისტე მეორეჯერ. და ტარგოგონას აღადგენს ტრეთით და დაიჭერენ და მიიყვანენ დიდ ინკვიზიტორთან, კარდინალთან. და კარდინალი რას ეუბნება? შენ არ გჭირდები. ნახე, ეკლესიის თავარი ელაპარაკება იესო ქრისტეს, რომ შენ არ გჭირდები. რატომ არ გჭირდებითო? იმიტომ რომ შენ გიყვარს ადამიანი და აფასებ მას ზედმეტად. შენ ხარ ცველი ადამიანის თავისუფლებისა. მაშინაც ადამიანების ბედნიერებისათვის სჭირდებათ არა თავისუფლება, არამედ წესრიგი. აი, ძველი რომაული ფორმა რო არის, რა ჭირდება ადამიანების ბედნიერებისათვის? სანახაობები და პური. მიეცი ადამიანებს სანახაობები, გაართე, მიეცი პური და მოატყუე, რომ ხითქოს ხალხი მართავს პოლიტიკაში რაიმე წონა აქვს და ისინი იქნებიან ბედნიერი, მაგრამ თავისუფლება არ უნდა მიცი. თუ გინდა რომ ხალხმა კარგად იცხოვროს და ეს კარდინალი ეუბნება, რომ შენო ადამიანის თავისუფლებას იცავ და ესო ძალიან დიდი ტვირთიაო ადამიანისთვის, რომ მას თავისუფალ არჩევანს და თავისუფლებას უტოვებ. ამიტომ არ უყვართ ქრისტე. შემთხვევითი არ არის, რომ აი დიდი მე-20 საუკუნეში რო წარმოიშვა დიდი დიქტატორები, თქვა ქრემოდეს რუსეთში, ლენინი, ჩინეთში, მაო ძედუნი, თუ სხვაგან პოლპოტი, თუ სხვა, ისინი ქრისტიანობას ემტერებიან ყველაზე მეტად. რატო? იმიტომ ქრისტიანობა ადამიანური თავისუფლების დამცველია. რატომ აკეთებს? ამიტომ რომ ქრისტე აფასებს ადამიანში ყველაზე მეტად სიკეთეს. და სიკეთის კეთება შეუძლებელია თავისუფლების გარეშე. აი ქრისტე რო ჯვარცმულია, რომ მიდიან მასთან იუდეველები და ეუბნებიან, რომ ჩამოდი ჯვარიდან, თუ ღმერთი ხარ და ვიწავეთ. რატო არ ჩამოვიდა ჯვარიდან? იმიტომ არ ჩამოვიდა, რომ ქრისტეს არჩევანი უნდა მოხდეს, შენ უნდა გიყვარდეს და ესწრაფოდეს სიკეთეს და ამიტომ უნდა მიხვიდე ქრისტეს არა მათემატიკური ლოგიკით. რომ დაინახო, რომ ქრისტე ჩამოვიდა ჯვარიდან და აკეთებს რაღაცა ფოკუსებს ჯვართან. აი მაშინ კი უნდა იწამო ქრისტე. ქრისტე უნდა იწამო სიკეთის სიყვარულის გამო და სიკეთეს ვერ გააკეთებ თავისუფლების გარეშე. ამიტომ არის ქრისტე გარანტი და მცველი ადამიანის თავისუფლებისა. მესამე რა არის? მესამე არის ნოველა ეშმაკები. ეშმაკებში რას ლაპარაკობს დოსტოევსკი? აი დიდი ლიდერები ხდებიან რასკოლნიკოვის-ნაირი ადამიანები, ფილოსოფოსი და უღმერთო ჭკვიანი კაცი, მაგრამ სხვა რევოლუციონერები ესენი არიან ავანტურისტები. აი ყვარყვარე თუთაბერის-ნაირი. ეს როგორი ხალხია, რომელსაც არაფერი წმინდა არ აქვს. პატარა, აი ეშმაკებში აღწერს ადამიანებს, რომელსაც
აი პატარა კაცები არის, როგორც ეს ბოლშევიკები იყვნენ, ყაჩაღები დაესხმოდნენ ბანკებს, ფულს იპარავდნენ და ყველაფერზე წამსველი ხალხი იყო ძალიან პატარა, როდესაც არაფერი წმინდა არ ქონდა. და ასეთი ადამიანები ხდებიან რევოლუციონერები. აი უყურებ, რომ რა შეუძლია ამ ადამიანს გააკეთოს, არარაობა, მაგრამ ეს არარაობები იკრიბება, ბოროტება, გავს თოვლის გუნდას, დოსტოევსკი ამბობს. აი პატარა თოვლის გუნდა დაგორდება თიდან ტრიალებს, იზრდება და უზარმაზარ ზვარად გადაიქცევა. რატომ არის ეს? იმიტომ რომ ჩვენში რაკი ადამიანში დაცემული ადამიანური ბუნება ბოროტება ძალიან ადვილად აკუმულირდება, ძალიან ადვილად ბაძავთ სხვა როდესაც ბოროტება შედის. სიკეთის კეთება ძალიან ძლიერია. სიკეთე ყოველთვის ინდივიდუალურია. რატომ? ამიტომ ნამდვილი სიკეთე რა შეას? ნამდვილი სიკეთეს ვაკეთებთ, როდესაც ვიღაცა გვიყვარს, ხომ? როდესაც ღმერთის ნებას ემორჩილებით და ვიღაცა გიყვარს. აი დედას კითხეთ რა არის შვილის სიყვარული? შვილის სიყვარული უპირველესობისა მზადყოფნაა, რომ სხერპლი გაიღოს. შვილის ინტერესები დააყენოს თავის ინტერესებზე უფრო მაღლა და მზად არის რომ აიღოს ტკივილი ან რაღაც თავისი შვილისთვის, ხო? ნებისმიერი სიყვარულის ბუნება ესაა. სიყვარული ძალიან ასკეტური პროდუქტია, ნამდვილი სიყვარული, თითქოს წინააღმდეგობრივი, მაგრამ ყოველთვის ესეა. სიყვარული იბადება იქ, სადაც არის ასკეტური ელემენტი, ანუ რა, უარყოფა საკუთარი ეგოსის, საკუთარი სურვილების. ეს ძალიან ძნელია. სოციალურად ორგანიზება სიყვარულის არის შეუძლებელი. მაგრამ ძალიან ადვილია ორგანიზება სოლიდარობისა. რაც გავს სიყვარულს გარეგულად, მაგრამ გასხოვდება მისგან. აი თუ შენ ადამიანებს დაანახებ, რომ ვიღაცა შენი მტერია, საერთო მტერი, უცებ შეკავშირდებიან ადამიანები ერთმანეთთან, ოღონდ მათი მამოძრავებელი იქნება არა სიყვარული, არამედ სიძულვილი საერთო მტერისადმი. აი დახეთქვენ დააკვირდით, ყველა დიდი რევოლუციური ძვრები რო ხდება, დიდი დამანგრეველი. რის გარშემო ხდება? საერთო მტრის გარშემო. ჰიტლერმა ვინ აირჩია თავის მტრად, რომ აი მობილიზაცია გაუკეთა გერმანიაში, იყო ებრაელი. ლენინმა ვინ გააკეთეს, იყო ბურჟუაზია. ლუთერმა ეს იყო კათოლიკური ეკლესია. საფრანგეთის რევოლუციის დროს ვინ იყო მტრის, იყო არისტოკრატია. დიდი რევოლუციები, დიდი ნგრევები ხდება და მობილიზება, რატომ ხდება? იმიტომ საერთო მტერს იპოვიან. ამ დროს პატარ-პატარა ადამიანები იკრიბებიან, აი უყურებთ თითქოს არარაობა და გადაიქცევა ეს პატარა ადამიანებს მოაქვს კოლოსალური პლანეტარული მასშტაბის ბოროტება, აი როგორც აი ბოლშევიკებმა გააკეთეს ეს უწიგნური არარაობა, პატარ-პატარა კაცუნები, რომელსაც არაფერის თავი არ ჰქონდათ, უშებ შეიკრიბენ ერთად და პლანეტის მე-6-ზე დაამყარეს ჯოჯოხეთი. აი ამას ამბობს დოსტოევსკი, აი ამიტომაა საშიში ათეისტური იდეოლოგია. ანუ რატო? ერთი ეს რომ აი ათეისტური გარემო ბადებს რევოლუციონერებს, რომელსაც ყველაფერს ანგრევენ. მეორე ისინი უარყოფენ რელიგიას, ანუ იმ სიწმინდეს, რომელიც ქრისტიანობას, რომელიც ადამიანში ერთადერთი საფუძველია, რაზეც ადამიანმა სიკეთე შეიძლება დაამყაროს და სწორი ფასეულობები და მეორე პატარ-პატარა ხალხს შეუძლია მოიტანოს კოლოსალური უბედურება, ბოროტება, როდესაც ერთად შეიკრიბებიან და ორგანიზდებიან. ამას ძალიან ბევრი დიდი მწერალი ეხებოდა ასეთ რევოლუციას, რატომაა საშიში. იგივე სლაბა აი დოსტოევსკი თავი დავანებოთ, ქართველი ჭაბუა ამირეჯიბით ამას ალაპარაკობს, დათოშკეშის რუსეთამოსია საუბარი. ეს რა არის? რომ მოდიან ეს ათეისტური იდეოლოგია როგორ ლამაზადაც არ უნდა გელაპარაკებდეს, უტოპიურია, განუხორციელებელია. სახარებაში რას გვეუბნება იესო ქრისტე? სახარება რა არის? ევანგელიოს, აქედან მოდის თარგმანია ქართულ ევანგელიაში არის კეთილი უწყება, ხო? სახარებას მოაქვს კეთილი უწყება. კეთილი უწყება, რაში მდგომარეობს ეს კეთილი უწყება? რომ ადამიანები, ინდივიდუალურ ადამიანებს შეუძლიათ ხსნა და სასופველში მოხვედრა, მაგრამ სოციალური მასშტაბით საოცრად პესიმისტურია ეს ევანგელია, ანუ კეთილი ამბავი, რომელიც ქრისტეს მოაქვს. გელაპარაკება, რომ ისტორიის ბოლოს მოხდება აპოკალიფსი, ხო? კატასტროფა. რას ამბობს სახარება? რომ როდესაც ადამიანები ლაპარაკობენ ბედნიერებაზე და მშვიდობაზე, ზუსტად მაშინ იქნება ღუმი. რატომ ამბობს ამას იესო ქრისტე? ადამიანებს არ შეუძლიათ დედამიწაზე განახორციელონ მოიტანონ ბედნიერება, რატომ? იმიტომ ეგოისტები ვართ, სხვაზე ხარბები ვართ, ბოროტები ვართ, სხვაზე ბატონობა გვინდა. როგორი კანონებიც არ უნდა შექმნა იდეალური, ყველაფერს ეგოისტი ადამიანი, რომელსაც სხვაზე ბატონობა უნდა, ხარბი უნდა, ყველაფერს გააფუჭებს. ამიტომაა, რომ ადამიანები ერთმანეთს პირდებიან ბედნიერებას, სიხარულს, ჰარმონიას, მაგრამ მოაქვთ სამოთხის მაგალითად ჯოჯოხეთი. აი ამას გეუბნება სახარება, ეს განუხორციელებელია, უტოპიურია. როდესაც თავის მიზანს ვერ ასრულებენ, იწყებენ საშინელ ტერორს, რომ აი საბოტაჟის ბრალია და აი რატომ საფრანგეთის რევოლუცია იქნება თუ სხვაგან ყოველ რევოლუციის შემდეგ მოსდევს ან გილიოტინა, ან გულაგი, ან საკონცენტრაციო ბანაკები და ეს.
უტოპიური. იმისათვის რომ ადამიანებს დააჯერო ეს უტოპიური გეგმა რომ მოიტანო, აი დააკვირდით თქვენთან როგორ არის. კომუნისტები პირდებოდნენ კომუნიზმს, ხო საოცარი ალოგიკური სისულელეა. და აღმერთებდნენ თავიანთ ლიდერს, აი როგორც ჭაბუამი რეჯიმის დათაცუთაშხიაშია. ნახე დააკვირდით როგორ ასაკეთი ჩვენთან დამყარდება ბედნიერება თუ კი რაღაც თხრიან გვირავს ის მოვა ჭამდე. გვირავი მიდის სადღაც იქეთ და ჭააკეთაა, ხო? ხო აშკარა სისულელეა. ჭაბუამინაჯმა მიხდა ყოველი იდეოლოგია თავისთავად ასეთი სისულელური უნდა იყოს. აი როგორც კომუნიზმი, წარმოგიდგენიათ, აი როგორ შეიძლება ჯანსაღ ადამიანს უთხრათ, ჩვენი გამოცდილება ცხოვრებისეული რა არის, ადამიანი მგლები არიან და თუ დიდი ძალა აქვს, ცდილობს წაგართვას რაღაც და კომუნიზმი უცებ გელაპარაკება, რომ ყველაფერი იქნება, ადამიანი აიღებს ხოლმე და ხოლმე იმას რამდენი ჭირდება და არ იქნება არც ძალადობა, არც შური, ყველაფერი. როგორ უნდა დააჯერო ეს ნორმალურ ადამიანს? ასე ჰიტლერის ესეთ რაღაცას პირდებოდა, ხო, 1000 სლოვანი რაიხი ბედნიერი. რატო აკეთებს ძალიან სულელურ რაღაცას პირდება, იმიტომ ეს ლოგიკური არ უნდა იყოს. ისე როგორც ალოგიკურია. აი ეს დათათუთაშხიში რატო? იმიტომ თუ კი ლოგიკას ექვემდებარება და განშას ექვემდებარება, იფიქრე ამას და ნახავ რომ სისულელეა. უნდა იყოს აბსოლუტურად სულელური და უბრალოდ ადამიანებს შეეშინდება თუ ეს ასე სულელური არ ეს დიდი ბელადები და ისინი როგორ გულაპარაკებენ ესეთ რაღაცას. და აღმერთებენ ადამიანს, უარყოფენ იესო ქრისტეს, მაგრამ აღმერთებენ ურჩხულს. რატომ უნდა მიანიჭო ადამიანს განსაკუთრებული თვისება? იმიტომ რომ ხედავ რომ ეს განუხორციელებელი ადამიანურად შეუძლებელია, შეუნდა გწამდეს რომ ეს ადამიანურად შეუძლებელია, მაგრამ ჩვენი ბელადი რომელიც ნახევრად ღმერთი ამას გააკეთებს. აი ეს არქიპო რო არის. აი ხო განუხორციელებელია გვირაბი იქეთ წავიდეს, მაგრამ ხალხი ლაპარაკობს არქიპოს როგორ შეეშლება ესეთი რაღაც და არქიპო გამოდის და ის ხვდები ლაპარაკობს სხვადასხვა სახელებს არქიპოს სისულელეს. რატომ? იმიტომ რომ ადამიანმა სხვა არაფერი არ გააკეთონ თუ არა იზეპირონ სახელი აი ამ არქიპოსის სხვადასხვა. მთელი დღე დაკავებული იყო მისი ეს სიმბოლოა იმისა რომ განადიდონ ეს ბელადი რომელიც ღმერთის სტატუსში ახავს. აი ათეისტური იდეოლოგია რომელიც მოდის სიკეთის სახელით თავის თავში შეიცავს პოტენციას საშნად დამანგრეველი. რაც უფრო ლამაზი სიტყვებით გელაპარაკება, მით უფრო უტოპიურია, მით უფრო განუხორციელებელია, რაც უფრო განუხორციელებელია, მით უფრო დამანგრეველი და აგრესიულია მისი ძალა, იმიტომ რომ რაც უფრო უტოპიურია, მით უფრო მალე გამოვლინდება, რომ რასაც კპირდებოდა იმის გაკეთება არ შეუძლია და მით უფრო მალე გადააბრალებს ამას საბოტაჟნიკებს და მტრებს და იწყებს საშინელ ტერორს და ამყარებს ტერორს, საშინელ ბოროტებას, აღმერთებს ადამიანს და ასე შემდეგ. ამ დროს რა ხდება, აი თუთას შესაძლოა ცემენ. ყველაზე დიდი პრობლემა რა არის? ის რომ მასა იწყებს ბატონობას ადამიანზე. ან დაბალ მასას, როდესაც მარტო ესეთი მიწიერი მიზნები აქვს, მისი მთავარი მისწრაფება რა არის? მიწიერი ცხოვრება იყოს დაცული და კომფორტაბელი. მაგრამ ინდივიდუალური ადამიანი, ყველა ადამიანში, როგორი დამახინჯებულიც არ უნდა იყოს ქრისტე ცხოვრობს და არ აკმაყოფილებს მარტო ეს მიწიერი რაღაც და აუცილებლად აჯანყდა, აუცილებლად კონფლიქტი მოხდება. რატომა ვაჟაფშაველასთან რომ თემი უპირისპირდება ერთ ადამიანს? თითქოს თემი რასაც ითხოვს სწორია, ხო? დაცული ცხოვრება უნდა გქონდეს და თუ კაცი გადმოდის შეჩენი იქნება თუ სხვა იქნება და კპარავს ცხელს უნდა გაეკიდო და უნდა მოკლა, ხო? მაგრამ ადამიანი ერთ კერძო ადამიანი დაინახავს სხვაში, რომელიც თითქოს მისი მტერია, სხვა რჯულისაა, სხვა თემისაა, მაგრამ დაინახავს მასში ადამიანს და პატივისცემა გაუჩნდება და თემი არ აძლევს ამის უფლებას, ხო? აი ამიტომ ეს დიქტატორულ სახელმწიფოში ყველაზე დიდ ტირანებად იქცევენ არა ლიდერები, არამედ ჩვეულებრივი ხალხი, რომელიც მიწიერ სამოთხეზე ოცნებობს და ერთმანეთს აი ამიტომ იყო ეს კომუნისტების დროს იყოს თუ ჰიტლერის დროს რატო იყო ესეთი ეფექტური აი ეს გესტაპო იქნებოდა თუ NKVD, იმიტომ ადამიანები ასმენდნენ ერთმანეთს. ფიქრობდნენ რომ აი ამ დაასმენით სხვისი უბედურებით, სხვისი დაჭერით მიაღწევდნენ სამოთხეს დედამიწაზე და ადამიანები სახეს კარდავენ და გვარდებიან. აი ამაში მდგომარეობს აი ამ ათეისტური იდეოლოგიის საშნელი ბუნება. მარტო ის კი არაა რომ ეს რასაც პირდება იმას ვერ აასრულებს ადამიანებს აკარგიეს ადამიანურ სახეს. ჩვენ ხო ვიცით რომ ჯოჯოხეთი ჩვენს გარეთ კი არაა. ჯოჯოხეთი და სამოთხე არის ადამიანში. თუ სტალინმა მოიტანა გულაგები და ჰიტლერმა მოიტანა გესტაპო, პრობლემა შენობებში კი არაა. პრობლემა არის ადამიანის ამას აი სოლჟენიცის რო ვკითხულობთ, ზუსტად ამას წერს, რომ ჯოჯოხეთი ამ სისტემამ ადამიანების გულში შეიტანა, იმიტომ დააკარგინა ადამიანობა, ერთმანეთსადმი თანაგრძნობა, ყველა გაამხეცა და ესაა მთავარი პრობლემა. მთავარი კიდე რა არის? ეს ძალიან ხშირად ვითი ამით მინდა დავამატო. ძალიან ხშირად ვითი ეშმაკობენ ეს ათეისტური იდეოლოგიის მთავარი ტყუილი რა არის? აი რა კომუნისტები რას ამბობდნენ, რომ მეცნიერული ათეიზმი. ანუ რას ლაპარაკობენ? თუ კი შენ მეცნიერი ხარ,
ლოგიკურად მიხარ ათეიზმამდე, იმიტომ მე მეცნიერების ლოგიკური შედეგი ათეისტი გახდი. არა ამის საპირისპიროა საერთოდ. პრინციპულად არ შეუძლია ათეისტური რელიგია იყოს მეცნიერული. რატომ? აი მეცნიერება ხშირად ჩვენ ამდენ წინალებისას გითხეთ, მეცნიერება ხშირად ლაპარაკობს ისეთ რაღაცას, რომელიც ჩვენს უშუალო ინტუიციას ეწინააღმდეგება. აი ჩვენ თვალებით უყურებთ, რომ დედამიწა ბრტყელია, მზე და ვარსკვლავი ჩვენს გარშემო ბრუნავს, მაგრამ მეცნიერება გეუბნება, რომ ესე არ არის, ხო? დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო. ან კვანტური ფიზიკა ნებს ყალზე დაგიყენებს ესეთ რაღაცებს გელაპარაკება, რომ ელემენტარულ ნაწილაკებთან მიზეშედეგობრივი კავშირი არ მოქმედებს თუ ნაწილაკი რაღაც ძალიან მაღალი სიჩქარით მოძრაობს, იქ სიგრძე იზრდება, დრონელდება. ისეთ რაღაცებს გელაპარაკება დაუჯერებს, მაგრამ ყველას ჯერა ამ მეცნიერებას. რატო? იმიტომ რომ მეცნიერებას, როგორც ადრე გითხარით, აქვს ელემენტები დამაჯერებელი, დამარწმუნებელი. სამი რაღაცისგან შედგება მეცნიერება, რომელიც პრინციპულად არ შეიძლება ათეისტურ იდეოლოგიას გქონდეს. პირველი რა არის? აი ჩვენ ადრე ვთქვით, მეცნიერებას დამაჯერებლობა ეფუძნება რას? მეცნიერულ ფაქტებს. მეცნიერებას აქვს თავისი მეთოდები, რომლითაც ადგენს უთხვარად მეცნიერულ ფაქტს. ექსპერიმენტებს ატარებს, ხო? ან დამოწმება რაღაცისა, ისტორიული ფაქტი როგორია, რომ სხვადასხვა წყაროები ამოწმებს ამა თუ იმ ფაქტის ისტორიას. მეორე, ყველა მეცნიერებას, კონკრეტულ მეცნიერებაში, კონკრეტული მეცნიერებებისაგან, ქიმია, ფიზიკაში, ყველა მეცნიერების დარგს თავისი მეთოდი აქვს, გადამოწმებადი. ის რაც გააკეთა, თქვა, ექსპერიმენტი ჩაატარა, ფარადეიმ თუ შენ იგივე ჩაატარებ, იგივე ცოდნა გაქვს, იგივე შედეგს მიიღებ. ეს ერთი და მესამე, ყველა მეცნიერება ეფუძნება პოსტულატებს. ყველანაირი ცოდნა რაღაც წმენას ეფუძნება რაღაცის დაჯერებას, მეცნიერებას ყოფის დამტკიცება არ შეიძლება. არ ვავიღოთ ფიზიკა მაგალითად. ფიზიკოსებს რა წამთ? ის რომ სამყარო ხვალ დაემორჩილება იგივე კანონებს, რაც დღეს. ეს არ არის თის შედეგი. ამას თით ვერ გადაამოწმებ, ხო? ასევე რა ვიცით ჩვენ, რომ სამყაროში ძალიან შორს სამყარო ემორჩილება იგივე კანონებს, იგივე კონსტანტებია, რაც აქ. გქონდა ნიუტონის კარში მიზიდულობის. ან ასეთი იყო მილიონი წლის უკან. აი ეს ფიზიკოს წამს. ყველა დარგში არის პოსტულატი. ეს პოსტულატი როგორი უნდა იყოს? უნდა იყოს ძალიან ახლოს უნდა იყოს საღაზრთან. აი ფიზიკა იქნება, მათემატიკა იქნება, ყველაზე ლოგიკურია. ყველგან არის პოსტულატი. ეს პოსტულატი როგორია? საღაზრთან ახლოს და არ უნდა ეწინააღმდეგებდეს სხვა მეცნიერებებს, ხო? ეს სამი რაღაცისგან შედგება. ყველა მეცნიერება ეფუძნება ამას. მეცნიერული ფაქტების დადგენას, მეცნიერულ ფაქტებს უეჭვებს, მეთოდებს მეცნიერულს და აი ამ პოსტულატებს. არც ერთი ეს ათეისტურ იდეოლოგიას არ შეიძლება გქონდეს. შეუძლია თუ არა, როგორც ფაქტი დაამტკიცოს, თქვა აი ათეისტმა, რომ ღმერთი არ არსებობს. როგორ უნდა გააკეთოს ეს? მეცნიერებით როგორ უნდა გააკეთოს ეს? მეცნიერება სწავლობს აი ფიზიკურ სამყაროს და ფიზიკურ სამყაროში როგორ აღმოაჩენს ღმერთს. რელიგია გეუბნება, რომ ღმერთმა შექმნა ეს სამყარო, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ღმერთი სამყაროშია. არქიტექტორი და მუშარო სახლს ააშენებს, ის ქვებშია ჩატნეული სახლში ის არქიტექტორი, ან თქვენ რომ კერძს აკეთებს დიასახლისი, კერძში ხო არაა თვითონ. რატომ უნდა იყოს? რატომ უნდა იყოს ღმერთი ამ სამყაროში? ან კიდეც რომ იყოს ღმერთი სამყაროში, ჩვენ მეცნიერება რა მთელი სამყარო იცის, მისი პატარა გარკვეული ნაწილი სიტყვიანად ხომ არა. პრინციპულად შეუძლებელია მეცნიერებამ ღმერთის არსებობა უარყოს, ფაქტოლოგიურად. ჩვენ როგორი კანონებიც არ უნდა აღმოაჩინოს მეცნიერებამ, მორწმუნე კაცი ყოველთვის სიტყვის, რომ აი ეს კანონები, რომელიც ჩვენ აღმოაჩინეს, უბრალოდ ღმერთმა შექმნა. შეუძლებელი, აი ეს პირველი ფაქტი დადგენა არის მეცნიერულად, რომ ღმერთი არ არსებობს, არის შეუძლებელი. მეორე, როგორ რა ლაპარაკობთ, რომ მეცნიერული ვარ, მეცნიერება ნიშნავს უპირველეს ყოვლისა მეცნიერულ მეთოდს. აქვს ათეისტებს, ათეისტურ იდეოლოგიას. აი მატერიალის აქვს თუ არა რაღაც მეთოდი მეცნიერული, რომელსაც ღმერთის უარყოფამდე მიხარ. არა აქვს ესეთი რაღაც. საიდან ჩანს ეს? აი რაკი ფიზიკოსს აქვს მეცნიერული თავისი ექსპერიმენტები ფიზიკაში მეთოდი მეცნიერული. აი მეცნიერული მეთოდის გამო ყველა ფიზიკოსი მიდის ერთ და იმავე დასკვნამდე. ატარებს სტეპს, ექსპერიმენტს და ექსპერიმენტის შედეგი თუ შენ ნორმალური ხარ, უნდა აღიარო, ხო? მათემატიკაშიც ესე და ქიმიაშიც ესეა. ათეისტებს რაღაც არ გააჩნია, რატო? იმიტომ რომ მეცნიერების ყველა დარგში არსებობს კორიფეები, რომელიც მორწმუნეები არიან. არ არსებობს პროცედურა ლოგიკური, რომელიც მთელი აუცილებლობით მიგიყვანს ეს ათეიზმამდე და არც პოსტულატი რო ავიღოთ. აი რომელი უფრო ადვილად დასაჯერებელია? ღმერთმა შექმნა ეს სამყარო თუ თავისთვის შეიქმნა? აი ჩვენ რასაც უყურებთ, აი დედამიწაზე ცხოვრობ და
რამდენი ხანი ადამიანები ცხოვრენ უზარმაზარი გამოცდილება კაცობრიობის და ინდივიდუალური. თქვენ გჯერათ, რომ არსებობს რაიმე, რომელსაც შედეგია მიზეზი არა აქვს. აი ტელეფონი რო ნახოთ ქუჩაში. ამ თვარეზე რო გაფრინდნენ ეს კოსმონავტები და იქ რომ ენახათ რაღაცა ან კომპიუტერი, ან ტელეფონი, ან ტელევიზორი. აი თვარეზე თქვა. რას იფიქრებდნენ? თავისით შეიქმნა. თავისით შეიქმნა იქ ტელეფონი და ტელევიზორი თუ ვიღაცა ცივილიზაციამ დატოვა გონიერმა, რომელი უფრო ახლოსაა საღასთან. და ყველა ნორმალური ადამიანი თუ გიჟერა იქ კოსმონავტი რო გაფრინდა იქ იტყვის რომ რაღაცა ცივილიზაციამ დატოვა იქ, ხო? კი, მაგრამ ადამიანი უფრო რთულია რა, ვიდრე ტელევიზორი და ვიდრე კომპიუტერი, ხო, ჩვენი ბიოლოგია როგორი რთულია. აი როგორი უგუნური უნდა იყო, რომ დაუშვა, რომ ეს ადამიანი ასეთი რთული ფსიქოსომატური არსება თავისით შეიქმნა. ამის პოსტულატად ამის და აი რომ დავეთანხმოთ აი ამ ათეისტებს, რომ ჩვენ შეგვიძლია დამტკიცება ღმერთის არსებობისა. უბრალოდ ხო შეიძლება ამაზე ვიფიქროთ, რომელი უფრო ახლოსაა სახასთან ეს სამყარო შექმნილია თავისით თუ შემოქმედი. აი ამას რატო გეუბნები? წმინდად მეცნიერ, ისე მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური იდეოლოგიას აქვს პრეტენზია, რომ ის მეცნიერული, აი დოკინსი რო არის ახლა ახალი ათეიზმისა. ადრე ათეისტები იყვნენ რევოლუციონერები და თანამედროვე ეპოქაში უკვე მალავენ ამ დამანგრეველ ძალას და ლაპარაკობენ, რომ ათეიზმი მოდის მეცნიერების სახელით და ეს დოკინსი და კიდეს აპოკალიფსის ხედრებს ეძახიან 4 კაცია ძალიან ცნობილი, ჰიჩენსი და ისე და რომელიც ლაპარაკობენ, რომ აი ჩვენი ათეიზმი, ახალი ათეიზმი არის მეცნიერული ფენომენი, ეფუძნება მეცნიერებას. ამაზე არასწორი არაფერი არა. ათეისტური იდეოლოგია არის არამეცნიერული, ანტიმეცნიერული და აქვს საშინელი დამანგრეველი პოტენცია. რაც უფრო გაფორმებულია ლამაზად, რაც უფრო კვირდება ბედნიერ მომავალს, მით უფრო საშიში. ამას რატო ვლაპარაკობ ჩვენ? ხომ ზუსტად ეს ეპოქა მოდის. მე-20 საუკუნეში იყო ყველაზე დამანგრეველი სოციალური ექსპერიმენტების ეპოქა. რატომ? ბევრი რაღაც გაერთიანდა. ერთდროულად მე-20 საუკუნე იყო უღმრთობის ეპოქა, ადამიანების უმრავლესობას აღარ წამდათ ღმერთი და მე-20 საუკუნეში მოხდა ეს, იქნებოდა ეს არის ეპოქა, როდესაც ადამიანები ფქნიან ახალ-ახალ სოციალურ თეორიებს, რომ მოიტანონ დედამიწაზე ბედნიერება. ეს ის ეპოქა, როდესაც ინდუსტრია მოვიდა და ინდუსტრიას ჰქონდა უზარმაზარი ძალა აქვს სიმდიდრეს შექმნას და ადამიანები ფიქრობენ, რატომ არიან? მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტექნოლოგიურია ჩვენი ეპოქა, ამდენი სიმდიდრის, ამდენი პოტენცია აქვს ასეთი ბედნიერება და სიხარული მოიტანოს, ამის მაგალითად ხედავთ, რომ ადამიანები უბედურები არიან. რატომ? იმიტომ რომ სოციალური სისტემა, სიმდიდრის გადანაწილების სისტემა არის არასწორი და დაიწყეს აი მე-20 საუკუნე, ეს იყო საუკუნე, როდესაც იქნება ახალ-ახალ უამრავი утоპიური კონსტრუქცია, სისტემები სოციალური მოიტანონ ბედნიერება და სულ ყველა მოიტანა საშინელი უბედურება. ამდენი ომები, ამდენი რევოლუცია, ამდენი მსხვერპლი არც ერთ ეპოქას არ ახსოვს, როგორც ეს მე-20 საუკუნე იყო და ჩვენი მომავალი ეპოქაც ისეთი არ არის. რაც დრო გადის, ადამიანები უფრო და უფრო უღმრთოები ხდებიან და თვით მობილიზაციის, სოციალური მობილიზაციის ისეთი ინსტრუმენტები ახლა სოციალური ქსელები, რომელიც ადრე არ იყო. ეს აი არაბულ ქვეყნებში რევოლუციები რომ მოხდა, ეხლა ლაპარაკობენ სოციალური ქსელებით მოხდა, მობილიზაცია მოხდა ადამიანებისა აი ამ სოციალური ქსელებით. ამიტომ ეს თანამედროვე ეპოქის რატო ლაპარაკობ ჩვენ ამ ლექციებზე ამ იდეოლოგიაში, თანამედროვე ეპოქის ყველაზე საშიში ფენომენი რაც გველოდება, ეს არის ზუსტად იდეოლოგიები. манипулირება ადამიანში ჩადებული მისწრაფების იყოს ბედნიერი და დაამყაროს ჰარმონიული და სამართლიანი ცხოვრება დედამიწაზე, ღმერთის გარეშე.